მე ვარ თაკო საზნია, დღეს ჩემთან ერთად არის მილენა, რომელსაც დავუფარავ აკნეს და ამავდროულად მივცემ რამოდენიმე რჩევას თუ როგორ უმკურნალოს გამონაყარს. ამისათვის გამოვიყენებ სევამედის აკნეს საწინააღმდეგო სერიას, რომელიც საკმაოდ ეფექტურია გამონაყრის სამკურნალოდ. პირველ რიგში, პირველი ეტაპია სახის მომზადება პროცედურისთვის და მისი დაბანა, რითაც გამოვიყენებთ დასაბანი ქაფი, რომელიც გამოიყენება მწვავე აკნის დროს. ახლა კი შემდეგი ეტაპია სახის გაწმენდა ტონიკით. ბამბის ტამპონით ფრთხილად გავიწმინდოთ გამონაყარი, რომელიც უფრო მომაშუშებს. იცოდეთ, რომ მხოლოდ გამონაყარზე წავისვათ და არ შეეხოთ თავის გარშემო არის, რადგან ძალიან სათუთი კანი არის თავის გარშემო და შეიძლება ალერგია მოგცეთ ან დაგწვეთ. რამოდენიმე წუთის შემდეგ კანზე წავუსვამთ მატირების კრემს, რომელიც სავინლოდ მოაშორებს კანის ზედმეტ ცხიმს. ეს კრემი ასევე ძალიან კარგია მათთვის, ვისაც გაწუხებთ კანის სიბრიალე, რადგან უამრავი ადამიანი მომართავს ამ პრობლემით და ასევე ძალიან კარგია ცხიმიანი კანის შემთხვევაში ტონალურის ქვეშ ბაზურად გამოვიყენოთ მატირების კრემი. ამ შემთხვევაში უფრო დიდხანს გაგრძელდება თქვენი მაკიაჟი. გადავდივართ უშუალოდ დაფარვაზე. ამისათვის გამოვიყენებ სევამედის კორექტორს, რომელსაც აქვს ორი უპირატესობა. ის თან ფარავს გამონაყარს და ამავდროულად მკურნალობს მას. უნდა დავიტანოთ ლოკალურად მხოლოდ გამონაყარზე და ამის შემდეგ დავიფაროთ ტონალურად. ამ კორექტორის უპირატესობა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ ახმობს გამონაყარს და მუდმივი გამოყენების შემთხვევაში საერთოდ აქრობს მას. ამის შემდეგ სახეს ვიფარავთ ტონალურით. ეცადეთ გამოიყენოთ ტონალური მაქსიმალურად მაღალი დაფარვით. ამ შემთხვევაში ვიყენებ ლაროშეს 11 ნომერ ტონალურს. ჩვენი ვიდეო, ასე დავუფარე მილენას აკნე. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. კითხვების შემთხვევაში აუცილებლად მომმართეთ Facebook გვერდზე. მე კი გამშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით დროებით. მილენა ამ მკურნალობას დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ჩაიტარებს და შემდეგ ერთად ვნახავთ თუ როგორი შედეგი ექნება მას.